ოდესმე გითამაშიათ Roblox-ი და დაფიქრებულ ხართ იმაზე თუ რა იყო თქვენი პირველი Roblox თამაში? იმათვის, ვინც ძველი მოთამაშეები არიან, რთული გასახსენებელია თუ რა იყო მათი პირველი Roblox თამაში, მაგრამ მეგობრებო, შეიქმნა ახალი თამაში, რომლის საშუალებითაც გავიგებთ ამას. დღეს ჩვენ ამ ვიდეოში უნდა გავიგოთ თუ რა იყო ჩვენი პირველი Roblox თამაში, ხოლო შემდეგ უნდა შევიდეთ მაგ თამაში და ვნახოთ თუ რეები შეიცვალა. სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ 1000 გამომწერამდე ძალიან ახლოს ვართ. ამიტომაც შემთხვევა იქნება, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ. ასევე რაც ყველაზე მთავარი, გამოიწევთ და გააქტიუროთ ზარისღილაკი, რადგანაც მართლა ძალიან ახლოს ვართ და ცოტა მწყინსო ვერ ავდივართ რა. ამიტომაც მთელი გულით გთხოვთ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, დაალაიქოთ და გამოიწევთ ჩემი არხი. ასევე მეგობრებო, თხოვნა მაქვს, რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში, სადაც ძალიან ბევრი გასათობი რაღაცები ხდება. გარდა ამისა მეგობრებო, ასევე მნიშვნელოვანი განცხადება მაქვს გასაკეთებელი, ვინც აიცით, ანუ ვინც იცით, მაქვს მე ქართული სტილზე ბეյონეთის თამაში, ხოლო მეგობრებო, ამ შაბათს 6 საათზე გვექნება ძალიან დიდი კოლაბი, ისევ და ისევ. ნუ ამას ბრძოლას უფრო დავარქმევდი, რადგანაც მე უნდა შევერკინო ფეხბურთის ლიგას, ნუ ქართულ ფეხბურთის ლიგას. შეკინებაში გულისხმობ იმას, რომ ერთმანეთს აბიუსში უნდა შევეჯიბროთ და ბოლოს უნდა გადაწყვიტოს ხახმა თუ რომელმა გააკეთა უკეთესი აბიუსი ჩემ თამაში. ეხლა აში მიმდინარეობს საქმე. გამარჯვებული ამ არხისგან გამოვლინდება, სადაც არის გამოკითხვა თუ რომელი ჯობია და თქვენ გარამჭირდება. ამ არხს დავთაგავ კომენტარებშიც და აღწერაშიც და თხოვნა იქნება, რომ გადახვიდეთ და მისცეთ ხმარაზორებალს. მოდი ეხლა ბევრი ლაპარაკი აღარ გვინდა და დავიწყოთ ვიდეო და ვნახოთ თუ რა იყო ჩემი პირველი Roblox თამაში. კარგით მეგობრებო, მოდი შევიდეთ და ვნახოთ თუ რა იყო ჩემი პირველი თამაში და მე მგონია რომ იქნება რაღაც გადაუჩინებელი კატასტროფას ან Speed Simulator-ი გადაობ ძმა? ანუ ადრე მქონდა ძალიან ბევრი აკაუნტები, მაგრამ ეს აკაუნტი დავამზადე 2021 წელს და აი ეს იყო პირველი თამაში, რაც ამ აკაუნტზე ვითამაშე, Legend of Speed. გადაობ ძმა? ამ თამაშზე ვაფშე არ მახსოვდა და ეხლა ამ თამაშმა გამახსენდა და თან დაჟე პირველი თამაში იყო, რაც ამ აკაუნტზე ვითამაშე. ეხლა რა უნდა იყოს წესით ამ თამაში ძალიან ბევრი შეცვლილი. წესი დიდი არაფერი არ უნდა იყოს შეცვლილი, რადგანაც ჩამყუდარია თამაში ფაქტობრივად. მაგრამ მეგობრებო, მოდი შევიდეთ ამ თამაში ასევე. მინდა გითხრა, რომ ვაფშე არაფერი არ მახსოვს ამ თამაში რა ხდებოდა. ყველაფერი რაც მახსოვს არის ის, რომ უნდა გეგროვებინა სიჩქარე როგორმე პეტებიც და მერე შეჯიბრებები იქნებოდა რა. მოდი გადავიდეთ, ცოტა ვითამაშოთ და ვნახოთ თუ რა არის ამ თამაში ასეთი შეცვლილი. შევედი და როგორც მოველოდი 5000 მაქვს და 168 დაიმონდი და რაღაცა ტრეილი იმადევს. ტრეილი არ მახსოვს რომ მქონდა. აი ეს ექსპები და გაძლევს მგონი სიჩქარეს თუ არ ვწდები. ნუ მთავარი მაპი ისე დიდად შეცვლილი არ არის, რაღაცა მექანიკები არის პროსტა დამატებული, მაგრამ პეტები შოპი სად არის? აი შოპი იყო პირდაპირ ადრე. ნუ თუ არასწორას ვამბობ და მართლა არ მახსოვს და რაღაცა მეშლება დამიწერეთ კომენტარებში, თხოვნა რომ შემისწოროთ. ეხლა შეჯიბრება იწყება წესით 6 წამში 5 4 3 2 1. აუ შეჯიბრებებიც მახსოვს ხო ძმა? ეხლა წესით ყველა გამასწრებს, მაგრამ ადრე დიდი ალბათობით ვასწრებდი ყველას თითქმის. მაგრამ ეხლა ყველა მოხდილია ამ თამაში ძმა. ნუ მაინც რა მჭირდება ამ თამაში? პეტები მინდა ვიყიდო და ეს რა ტრეილი მადევს, ეგეც უნდა გავარკვიო და ოპა! დავაი, აუ ყველა მასწრებს ძმა შეხედეთ. შეხედეთ ყველაზე უკან მე ვარ. მოდია, აუ ლავად იმეჯს მიკეთებს და ეგ არ მახსოვდა. მეგობრებო, ისე რას ფიქრობთ? ვინმე YouTube-თან ხო არ გადამეღო ვიდეო, სადაც მის პირველ Roblox-ის თამაშს ვითამაშებთ. უკვე ფინიში ჩანს, რაც ჩემთვის კარგია, მაგრამ ასევე ცუდი ის არის, რომ ყველაზე ბოლო მე ვარ, აი მესამე ადგილასაც არ ვარ. ანუ ადრე თუ მაქსიმუმ პირველს ვიღებდი, ეხლა მაქსიმუმ ვიღებ ყველაზე ბოლოს. დრო მალე გარბის ჩემო ძმა, მაგრამ მაპზე რა ხდება? შოპი სად არის ვაფშე? ადრე ცალკე რაღაცა ბოთლების შოპი იყო, მაგრამ ეგეც გააქრეს. ადრე ჩემ და ეს თამაში როგორც მახსოვს და იმედია ჩემი მეხსიერება არ მატყუებს, ძალიან მარტივი იყო ეს თამაში რა. მაგრამ ეხლა ძმა თითქოს X-ი ხარ. თვითონავზე რა. კარგით მეგობრებო, იმედია გის გააქრა ეგრევე და პირველი გახდა. ანუ
წამის მიასედებში. და მე რას ვაკეთებ? კაი, წადი მიჩქარე რა, მიჩქარე. რას დახტუნა ხო რა გედიგირე? დავიდა. ნახეთ ბიჭო, მეგობრებო, ასე მოდიოდით და ნახე რა ვიპოვე. პეტები დაარენდომეს ძმა. თამას ვაფშე ვეცნობ, ანუ ადრე შეგეძლო რომ პირდაპირ გეყიდა რაიმე პეტი, მაგრამ ეხლა რენდომი გახდა. დაიცა ეს გახსნილი მაქვს, აი ეს გამახსენდა ხო, რებითებით შეგეძლო რომ რაღაც ახალი სამყაროები გაგეხსნა და მერე ობისო შეასრულებდი რაღაცა ჯილდოს მოგცემდა. მოდი შევასრულოთ ეს რაღაც ჩელენჯია თუ ობია თუ რაცა, აუ ჩავარდით. და რო შევასრულოთ ძალიან მაგარ ჯილდოს მოგცემს თამაში. კარგით, ეხლა გვჭირდება რაც ყველაზე მთავარი ბალანსი, სიმშვიდე, ძალიან არ უნდა ვიშქავოთ და ეგ არის შესრულდება რა ის მარტივი მაპი ჩანს პოსტ და მე ვარ ძალიან ქაოსური. და დაჟე მეგობრებო, რეისი იწყება, ნუ შეჯიბრი 30 წამში და მალე უნდა ვიშქავოთ. აი ეგ უნდა გქონდეს мотивация და რამდენჯერ ჩავარდით რა არის ეს. მანამდე მეგობრებო, ვინც მყავხათ ფრენდებში, ანუ მეგობრებში ობლოქში, თხოვნა მაქვს ასეთი რომ თუ დამიჯოინდებით და არ უწყეთ ჩატში ვაფშე არაფერს, თლად რომ შუაზე გაიგლიჯოთ ბოდიშით ამისთვის, მაგრამ მაინც ეგ იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს ვიღებ და ვიდეოსთვის დროს ვერ დავკარგავ იმაში, რომ ჩატში ვწერო რაღაცეები, იმიტომ რომ ვიდეო იწელება მერე. ამისათვის ბოდიში გიხდით მაინც და მოდი შევიდეთ რეისში. და ასევე გავიარეთ ეს ობი და მივიღეთ ჩვენი ჯილდო. 6-7 ნახეთ. ვიპოვეთ შემდეგი ობი და მე მგონი ხო მეგობრებო, მახსოვს ეს ობი. ეს არის ზამთრის ობი და რაღაც მთაზე უნდა ახვიდეთ ზევით და ზევით დახვდებათ ჯილდო. ეს მეგობრებო, წინაზე შედარებით მარტივი არის, ნუ იმაზე წინაც გავიარეთ და წესით უნდა დავძლიოთ ეს, აბა ავიდეთ ბოლომდე. ბალანსი გვინდა აქაც. ბალანსი კი გულისხმობ იმას, რომ გიჟივით უნდა ვითამაშოთ, ასე არ უნდა ვითამაშოთ, უნდა ვითამაშოთ წყნარად. ასევე მეგობრებო, წესით 1-2-3 ვიდეოს წინ გადავიღეთ ძალიან დიდხნიანი ვიდეო, სადღაც 24 წუთიანი ვიდეო იყო და შედეგებს რომ გადავხედე, აშკარად მეგობრებო, მოგეწონათ ეგ ვიდეო, რადგანაც 70 ლაიქზე იყო და თითქმის 100 ლაიქზე ავიდა რა. არ ვიცი მაგ ვიდეოში ადმინაბიუსი მოგეწონათ თუ ის მოგეწონათ რომ 24 წუთიანი ვიდეო იყო, მაგრამ დღეს ამ ვიდეოში გავიგებთ მაგას. მაგაში გულისხმობ იმას, რომ მაგის შემდეგ ორი ვიდეო რო დავდე, თითქმის ვაფშე არ გავარდა. ოპა მეგობრებო, მოვიგეთ, ავიღოთ ჯილდო და მერე გავაგზავნოთ ლაპარაკით და მივიღეთ 1000 სპიდი. მოდი გადავიდეთ ახლა სიტიში ისევ. მაგ ვიდეოს შემდეგი ვიდეო რაც დავდე, იყო 7 წუთიანი ვიდეო და ქონდა მაგას რაღაც ასე 30-მდე ლაიქი. მაგის შემდეგ რომ ტუტურიალი დავდე რაღაცას რომ გასწავლიდით, ეგ ძლივსავიდა 20 ლაიქზე და მოდი ვნახოთ ეს ვიდეო რამდენზეა ვარ არგანაც. დაგეგმილი მაქვს რომ ეს ვიდეო უნდა იყოს დღეს დიდხნიანი. ასევე მეგობრებო, თუ ნაწილობრივ ის წინა ვიდეო ავიდა ადმინაბიუსის გამო ამდე ლაიქზე, დაიდება ყოველ კვირას ადმინაბიუსები დღეიდან. მაგრამ მეგობრებო, ვერ დავდებ სამწუხაროდ სამშაბათის ტაკოების შემოსევის აბიუსის ვიდეოს, რადგანაც მაგ დროს მძინავს მე. ნუ მოგეხსენებათ, 15 წლის ვარ, ჯერ კიდევ სკოლაში დავდივარ, 2 წელს კი დავამთავრე, მაგრამ მაინც. ნუ მჭირდება რა ძილი იმისათვის, რომ სკოლაში ასეთ ვისებ ხიზელი ვიყო. მაგის გამო სამშაბათის ტაკოების შემოსევის ადმინაბიუსი ვერ დაიდება, მაგრამ როგორც კი მოვა არდადეგები, შევეცდები, რადგანაც ღამე ჩუმა ტელეფონი დავამები, ხო იცით? შევეცდები რომ გადავიღო ტელეფონში, მივხვდეთ იმის რომ ცუდი ტელეფონი მაქვს და დავდო ეგ. მანამდე კი მეგობრებო, ყოველ კვირას შაბათის ადმინაბიუსს დავდებ ხოლმე თუ შაბათს ვერა, სხვა დღეს დავდებ. ასევე მეგობრებო, ეხლა რაც შევატყვე, KV არის აქ და გვჭირდება 25 ლეველი და ბევრი არ გვიკლია ისე, მოდი ავიდეთ და რომ ავალთ და შევალთ დაგიმუნდებით. დაგიმუნდით მეგობრებო, აველით როგორც იქნა 25 ლეველზე და დროა შევიდეთ KV-ში. მთელი ეს დროდესაც დასკიბული მქონდა ვიდეო და დაპაუზებული, ასევე ავიღე ახალი ტრეილი, რომელიც გიორმაგებს ჯემებს და პეტის ავიღე რა. მე თუ მკითხავთ ძალიან საყვარელი პეტი არის, რადგანაც წითელი კატა არის. ეხლა ვერ განახეთ, რადგანაც ობი უნდა შევასრულო. მიდი მარტივია, ბალანსი უნდა აქაც და რატო გადამატელებოდი რა ძმა? ანუ მეგობრებო, ამ თამაშმა ბაგები მაინც ვერ გაიკეთა და ეხლა მომიწევს მთელი თამაში ვეძებო KV. დაიცა, რაღაცა ხო არ დავინახე თვალებში წეღან.
კი, დავინახე და ეს აღმოჩნდა კეივი და შევიდეთ მისტიურ კეივში და გავიაროთ ობი ისე რომ არ გამელაგოს. ასევე მეგობრებო, თამაშო დაუბრუნდი, მქონდა 5000 სპიდი და ეხლა 15000-ზე ავედი, რაც ძალიან დიდი პროგრესია, მე თუ მკითხავთ, ნუ ორმაგზე მეტია. ეხლა რაც ყველაზე მთავარია, გვინდა ჩვენ ბალანსი რომ ლავაში არ ჩავარდეთ და გავიარეთ ძალიან მარტივად და ეს რა არის? Snow City. ოპა, ღადაობ, ცალკე City არის? აქ რამე პოინტები ხო არის ასაღები? ღადაობ, ვიორმაგებს ძმა? ახალი City გავხსენით, ღადაობ. მაგრამ დღეისათვის ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ, ასევე გამოიწეროთ ჩემი ახი და რაც ყველაზე მთავარი გაგვტევოთ ზაისღილაკი რომ აღარ გამოვჩეს გავს ტიპის ვიდეო. ასევე თხოვნა იქნება რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ასევე თხოვნაა რომ გადახვიდეთ იმ აღზე, რომელსაც დავთაგავ და აირჩიოთ რაზორებალი. ამით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით. თქვენთან იყო რაზორებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.